პატრიარქს სახსახდრებიდან 47 წლის თავს ულოცავს პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა და კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. პატრიარქს მიულოცეს ხელისუფლების პირველმა პირებმაც. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47 წლის თავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა. წლების სვლასთან ერთად კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. ჩვენი უწმინდესი ჩვეულის სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი, მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენს ერთწილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა მისი უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სასულიერო წინამძღოლობით გაევლო. თითქმის ნახევარი საუკუნეა მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს. ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47 წლის თავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. უდიდესია ამ დღის სიხარული და მადლიერება, რომელიც წლიდან წლამდე მატულობს და ძლიერდება. ღმერთმა მოგცა უდიდესი წყალობა, რათა თითქმის ნახევარი საუკუნე გვეცხოვრა პატრიარქ ილიას მწყემსთავრობის ქვეშ. განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე. მან წმინდანის მეშურნეობით აღასრულა უფლის მიერ დაკისრებული საღვთო მისია, ეტვირთა უმძიმესი ჯვარი დამცრობილი ეკლესიისა და აიღორძინებინა იგი ვითარცა შეშვენის ქართველერს. ჩვენმა პატრიარქმა თავისი ღვაწლი საბჭოთა მმართველობისა და ათეიზმის მძიმე ეპოქაში დაიწყო და ურთულეს წლებში გამოატარა მისი საყვარელი ერი, როგორც ჭეშმარიტმა მამამ და წინამძღოლმა. ეს მოვალეობა მის ინტრონიზაციაზე წარმოთქმულ სიტყვებშიც გამოჩნდა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთისამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. დღევანდელი 25 დეკემბერი აღსანიშნავია იმითაც, რომ ჩვენი პატრიარქის მმართველობა საქართველოს ისტორიაში გახდა ყველაზე ხანგრძლივი. აქამდე ეს ტიტული მე-18 საუკუნეში მოღვაწე აფხაზეთის დიდ კათოლიკოს გრიგოლ მეორეს ეკუთვნოდა, რომელიც 46 წელი მართავდა სამწყსოს. ჩვენს პატრიარქს უსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცეს და მისი სანუკვარი ოცნებების ახდენას. მოესწროს ერთიან, მთლიან და გამარჯვებულ საქართველოს.